გამარჯობათ მეგობრებო, კიდევ ერთხელ ეხლა მივდივარ ექიმთან ანალიზების პასუხის გამოსატანად და თან ექიმსაც ვნახავ და პირველ რიგში მეგობრებო, მინდა ბოდიში მოგიხადოთ იმ ხარვეზისთვის, რაც წინა ვიდეოზე გაკეთდა, არ ვიცი პროგრამა მაურია, არ ვიცი რა მოხდა. ხელმეორედ რომ ვიდეო ამეტვირთ, ამეუკვე ტელეფონში ყველაფერი გასუფთავებული მქონდა და ვეღარ ავტვირთავდი და დავტოვე ის რაც არის. თავარია რომ რისი თქმაც მინდოდა ის ხმა ისმის და ჩემი ხმა არ არის დაკარგული და რაც მინდოდა რომ ყველაზე საუკეთესოდ გამომსვლოდა, იქ არ გამოვიდა, მაგრამ ბოდიშით მაპატიეთ ვიდეოს შინაარსი თავარია გაიგეთ. წავედი მეგობრებო ეხლა და მოვალ მერე და გეტყვით. არც დიდს არაფერს არ ველოდები, გუშინაც ვთქვი, უბრალოდ მაინც მოგაწოდებთ იმ ინფორმაციას, რომ რა მითხრა ექიმმა და რა დანიშნულება ან დამიმატა ან მომიკლო რაღაც. წავედი ეხლა და აბა დროებით. რაც უფრო დროზე მივალ და ადრე ჩავეწერები ექიმთან ვიზიტზე უკეთესი. მოვედი მეგობრებო, ასე ადრე განთავისუფლებული არასოდეს ავყოფილვარ ექიმებიდან და სულ იმ წელს საათობით ყოფილ. მოვედი. სატენიკ წავიღე, ტელეფონი მიჩნდებოდა და ძალიან მალე მოვედი, მართლა გაკვირვებული ვარ. ბოდიშით. რადგანაც თქვენს ინტერესი გამოხატეთ მეგობრებო, ჩემს მიმართ, მადლობა ჯერ პირველ რიგში ამისთვის. ამიტომ გეუბნებით. ანალიზები რაც გამიკეთა არის თირეოტროპული ჰორმონის განსაზღვრა, D ვიტამინი, რკინის განსაზღვრა სისხლში და თირეოგლობულინის განსაზღვრა სისხლში. ყველაფერი მაქვს ნორმაში და სასწაულია, ოღონდ მართლა, იმიტომ რომ ყოველთვის რაღაც ცვლილებები მქონდა და გაკვირვებული ვარ დარჩენილი. D ვიტამინი ყოველთვის მივარდებოდა და დოზებს მიმატებდა და სულ მაღალ დოზებს მაძლევდა და ეხლა სადღაც 6 თვეა D ვიტამინი აღარ მიმიღია და 38 და 44 მაქვს. გაკვირვებული ვარ, ისე მართლა იფიქროთ რომ ამას ვამბობ, მაგრამ ხუმრობაში ჩამომერთვას სხვისი ანალიზები ხომ არ მომცეს მეთქი. გახარებული ვარ მართლა გაკვირვებულით და გახარებულიც ერთდროულად. ეხლა დამრჩა მხოლოდ ეხო ესეც მოვა სექტემბრის დასაწყისში მოვა ჩემი გადამღები და იმასაც გავაკეთებ და ცოტა ხნით მაინც დავისვენებ იმედია. როგორ მიხარია რომ იცოდეთ. ვიცი თქვენც გაგიხარდებათ, ჩემი კარგად ყოფნა და მადლობა წინასწარ გეუბნებით. მადლობას. სახლში არაფერი არ გამიკეთებია. დავისვენე 1-2 წუთი და შევდგები საქმეს საწავა. ჩემს ხელშია მაინც. და მიხარია რომ ასე კარგ ანალიზებს არ ველოდი. მედია მეც დავშვიდე, დავმწყნარდე და რაღაც დამილაგდეს ტვინი. ერთი სიტყვით რომ ვთქვათ. თქვენი დამსახურებაა მეგობრებო, რადგან გუშინ წინ წერდით რომ ჯანმრთელობას გისურვებთ. ღმერთს მადლობა, გადასარევად ვარ მეთქი უკვე შემიძლია ვთქვა.
სხვა რამეს თუ არ ვიგულისხმებ. მიყვები კიდევ ასე კურნალობას და რასაც მეტყვის. არ მოვდუნდები და გავართ ფინიშზე ისე რომ არ მომიწიოს ბევრი წამლების კლაპვა და 14-აბიდან სადღაც ერთ 5-აბზე მაინც ჩამოვიდე. ჩემ ნევროლოგთან არ მივსულ ვარ უკვე რამდენი ხანია, ჯერჯერობით არც ვაპირებ მისვლას. ღმერთს დიდება. ეხლა საქმეს რა მადარდებს, როცა გავაკეთებ, რასაც გავაკეთებ, მაშინ ხომ არც ისეთ დიდს არ ველოდებოდი ეხლა რომ რაღაც ისეთს მეტყვის, რადგან მივუყევი უკვე ამდენი ხანია, უფრო და უფრო შედეგისკენ მივდივარ, მაგრამ უკვე როგორ ვარ იცით, ექიმისკენ რომ მივდივარ, მეწყება უკვე შიშები. და რომ მოვდივარ, მე მშვიდდები. ასეთი პასუხებით რომ მოვდივარ. ეხლა მაგ დღეს ასე დაგეგმილი ჩემი გეგმა. სახლის საქმეები ძირითადი. სანამ ამირანი მოვა მანამდე მოვამთავრო ყველაფერი, მოვაწესრიგო რომ მე ის რომ იძინებს აქტიურად ვეღარ ვაკეთებ ვერაფერს და მოვასწრო მანამდე. ყავა წასვლის ხანს დავლი, რადგან დიდხანს რომ დავჩენიყავი, მე ვიცოდი თავი ამტკივდებოდა და მოვასწარე. ექიმთანაც პირველი ვიყავი და შევედი, ანალიზების პასუხიც მივედი თუ არა ავიღე. ასე არასდროს არ გამართლებია. დღეს რაზეც უკმაყოფილო ვარ ჩემი თავით, ის დილის ვიდეოა, რომ ხარვეზია იმ ვიდეოზე, მაგრამ რა უყო, ვერაფრით ვერ შევცვლი. ეხლა ვეღარაფრით ვერ შევცვლი. მაკა კი მომწერე და კი მითხარი რა ხარვეზიც დაინახე იმ წუთიდანვე, მაგრამ მე რადგან წაშლილი მქონდა უკვე ყველაფერი, მაშინ დამჯდარიყავი უნდა და ახალად უნდა ჩამეწერა და ახალად რომ ჩამეწერა ვიდეო, მე სანამ ავტვირთავდი სანამის უკვე დიდი დრო დაჭირდებოდა და დავტოვე რა რაც არის ისე დავტოვე. ამასობაში 3:30 კი გამხდარა საათი. ეხლა აქ ნატურა დააბა ჯიშინ კი დააბა გამოცვალა. ზოგჯერ ისე არის რომ საქმეს შენ არ გეგმა, მაგრამ ისით მიდის. ზოგჯერ ისე არის რომ რაც არ უნდა შენ დაგეგმო, საქმეს წინ ვერ წაიყვა. და ამის მიზეზი რა არის? მიზეზი ის არის, რომ ღმერთს როგორც უნდა, ისე იქნება. რა თქმა უნდა, სახში არ მოგაკითხავს არაფერი და არ თავისით არ კეთდება არაფერი, დავხურეს. და თავისით არ კეთდება არაფერი, მეგობრებო, მაგრამ თუ ღმერთს უნდა რომ შენ ის საქმე დღეს გააკეთო და მოაგვარო, ისე მოგიგვარდება, რომ გაკვირვებული დარჩები. რა თქმა უნდა, მონდომებაც აუცილებელი პირობაა. ეხლა გამოვიცვალო. ეს ჩანთა თემუდან მაქვს გამოწერილი, მეგობრებო, და ძალიან კარგი ჩანთა. ტყავიც ნორმალურია. ეხლა სუფთა ტყავია მეთქი ნამდვილად არა, ამას თქვენს მიხვდებით, მაგრამ ძალიან ნორმალურია. პრაქტიკულიცაა, პატარაცაა და შვენიერი. და ესეც თემუსია. სხვათა შორის. და ამის ნაჭერიც მომწონს.
ხომ არაფერი არ გამიკეთებია დღეს. ისეთი. მაგრამ მაინც დავიღალე ისე თუ ასე და მე ვატყობ უფრო რა არ ვიცი, როგორ თქვა. ნუ აღარც მინდა ამაზე საუბარი. კაი. გამოვიცვლი და მოვა. მე წესად მაქვს არ ვიცი და ბევრსაც ასე ექნება, მე ასე ვფიქრობ. ერთხელ ჩაცმულიც. თუ გინდა 9 საათით ჩაცმულიც რომ იყოს, მე თუ არ გავავლე, ისე კარადაში ვერ შევდე. ვერ შევინახო. ეხლა ეს ანალიზების პასუხით შევინახო, რადგან კიდე არ დავკარგო რამე. ანგარიშ ფაქტურები გადავყარო. დავიწყო საქმე. დავიწყო საქმე, შევდგე ჩემს ყოველდღიურ საქმეს და თუ მოვახერხე, მოვალ დღეს, თუ ვერა და ხვალ აუცილებლად. დაგემშვიდობებით მეგობრებო, ხალისიან და მშვიდობიან დღეს გისურვებთ და აბა დროებით.